მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო თუ როგორ გაგვიძლოს ელემენტმა დიდი ხნით, ასევე როგორ გამოვაჩინოთ გამქრალი Play Store-ი, ძალიან ბევრი კომენტარი იწერება, თუ როგორ აღვადგინო Play Store-ი, როგორ გადმოვიწერო, როგორ გამოვაჩინო, Play Store-ი გამიქრა და ვეღარ ვხედავ მენიუში და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ვიდეოში მოგიყვებით Play Store-ის აღდგენას, ანუ გამქრალი Play Store-ის აღდგენას და ასევე როგორ გაგვიძლოს ელემენტმა დიდი ხნით. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში Play Store-ის გაქრობა ძალიან მარტივად ხდება, აი დიდხანს დავაჭერთ რამოდენიმე წამით და აქ არის გამორთვის ღილაკი, ნახეთ გამორთვა. ვაჭერთ გამორთვას და მოხდება მისი გაქრობა. აი ნახეთ, გამოვირთო. მორჩა ამას ახლა ვეღარ ვიპოვით აპლიკაციებში, აღარ არის ხო, როგორც ხედავთ, ვერსად ვერ პოულობთ და ხშირად იწერება ჩემს ვიდეოს კომენტარებში TikTok-ზე, YouTube-ზე ან Facebook-ზე ასე შემდეგ, რომ გამიქრა Play Store-ი, როგორ გადმოვიწერო და ასე შემდეგ. მოკლედ პირველ რიგში რომ გამოვაჩინოთ გამქრალი Play Store-ი, შევდივართ პარამეტრებში. შემდეგ ჩამოვდივართ ქვემოთ და ვირჩევთ აპლიკაციებს. აი აქ არის აპლიკაციები. ვაჭერთ აპლიკაციებს და ვეძებთ Google Play Stores. შეგვიძლია ძებნაში დავწეროთ Play Store. აი აქ არის როგორც ხედავთ Google Play Store გამორთულია, ანუ გამორთულია ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენ გავთიშეთ. დავაჭიროთ მასზე, შემდეგ ქვემოთ არის ჩართვა, როგორც ხედავთ, აი აქ მარცხნივ. ვაჭერთ ჩართვას და ჩვეულებრივად დაბრუნდება ის, მაგრამ რა თქმა უნდა, საიდანაც გავაქრეთ, იქ არ იქნება ბოლო აპლიკაციებში, ნახეთ, სულ ბოლოში გადავიდა. შეგვიძლია შემდეგ დავაჭიროთ და დავაბრუნოთ იქ, სადაც იყო, რა თქმა უნდა. ასევე თუ გინდათ ეკრანიდან აპლიკაციებმა არ გადაადგილდეს, ესეთად დაბლოკოთ, აჭერთ ეკრანით სარიელ ადგილზე რამოდენიმე წამით, ან აი ესეთ რაღაცას აკეთებთ და შედიხართ პარამეტრებში. აქ არის დაბლოკე საწყისი ეკრანის განლაგება, აი ეს ფუნქცია, ანუ ჩვენ თუ ამას ჩავთავთ, აპლიკაციებს ვეღარ გადავადგილებთ თავარი ეკრანიდან, ვერც წავშლით რა. აი ნახეთ. ვერ ვშლით, რადგან დაბლოკილია თავარი ეკრანის განლაგება და სანამ მას არ გავხსნით, აი ესე ისევ არ შევალთ პარამეტრებში და არ გავთიშავთ, მანამდე ვერ გადავადგილებთ და ვერც წავშლით მას. საკმაოდ კარგი მეთოდია ეს. შეგიძლიათ ჩართოთ. რაც შეეხება ელემენტს, თუ როგორ გაგვიძლოს ელემენტმა დიდი ხნით, ზოგადად ყველაზე მეტად ელემენტს ძალიან დიდად მოიხმარს TikTok-ის აპლიკაცია, YouTube-ის აპლიკაცია და Google-ი. აი ეს Google-ი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რა? აი მაგალითად ამ სამი აპლიკაციიდან რომელიმეს რო გამოვიყენებთ, მაგალითად TikTok-ი როცა გამოვიყენეთ და უკვე გამოვედით და აღარ ვიყენებთ მას და ჩავკეცავთ აქედან TikTok-ს, ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას. ვაჭერთ TikTok-ზე, შემდეგ გადავდივართ TikTok-ის პარამეტრებში და ვაჭერთ გაჩერებას. აი ნახეთ, გაჩერება, OK. მორჩა, ეხლა ისევ ჩავხურებთ და გავთიშავთ. ამ შემთხვევაში TikTok-ი background რეჟიმში აღარ მუშაობს. ანუ ჩვენ როცა TikTok-ი გამოვიყენეთ მაგალითად. აი დავუშვათ გამოვიყენეთ TikTok-ი, ავსკროლეთ რაღაც ვიდეოები და გამოვედით, ხო? როცა გამოვედით, ამ შემთხვევაში უკვე აქტიურია TikTok-ი, Google-იც და YouTube-იც. ასე რომ როცა ჩვენ აღარ ვიყენებთ, უკვე გამოვვრთეთ და აღარ გვჭირდება მისი გამოყენება, სანამ არ ჩავთავთ თავიდან, ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას, ვაჭერთ TikTok-ზე, გადავდივართ მის TikTok-ის აი პარამეტრებში და ვაჭერთ გაჩერებას, აი აქ. შემდეგ OK. ამ შემთხვევაში ისევ ჩახურვიდან გავთიშავ მთლიანად და ის აღარ იქნება აქტიური, სანამ მასში არ შევალ. შედარებით ამ შემთხვევაში ელემენტიც დიდხანს გამიძლებს და მალე არ დამიჯდება. სულ ეს იყო მეგობრებო, ერთ ვიდეოში მინდოდა რომ ამ კითხვებზე პასუხი გამეცა და მოკლედ ესე და ამგვარად შეგიძლიათ ამ მეთოდით გამოიყენოთ თქვენი ტელეფონი. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის TikTok არხი, ანუ დააფოლოვეთ, ასევე გამოიწერეთ აი ეს არხი YouTube-ზე, დააჭირეთ გამოწერას, ასევე ზარის ღილაკის გადაიყვანეთ ყველაზე, რადგან ახალ ვიდეოს როცა განმათავსებ მოვიდეს ინფორმაცია და მოკლედ ისწავლეთ მეტი, რათა გახდეთ დამოუკიდებლები. სულ ეს იყო, ნახვამდის.